მოგესალმებით მეგობრებო, Netflix-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 300-მდე ფილმში უკვე გამოიყენა ხელოვნური ინტელექტის ვიდეო გენერაციის ფუნქცია. როგორც ამბობენ კომპანიაში, ამით გაჩერებას არ აპირებენ და ამ ეტაპისთვის თუ მაგალითად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენებოდა მხოლოდ რთული კადრსცენების ან რთული სპეცეფექტების გენერაციისთვის, შემდგომ უკვე უფრო მასშტაბებს გაზრდიან და უფრო დიდ, ანუ ქრონომეტრაჟით ხანგრძლივ სცენებსაც დააგენერირებენ. Netflix-ი ღიად ამბობს და გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ხელოვნური ინტელექტი ამის შემდეგ უფრო დიდი მასშტაბით ჩაინერგება და რა თქმა უნდა, მათი განცხადებით ეს ბევრად უფრო შეამსუბუქებს ხარჯების რაოდენობას, შეამცირებს და ამით ბიზნესი უფრო მომგებიანი გახდება. ასეც რომ არ იყოს, სავარაუდოდ ამ ტენდენციებს, რასაც ხელოვნური ინტელექტი გვთავაზობს და უახლოეს ხანში ალბათ ყირაზე დაატრიალებს ყველაფერს, ერთ Netflix-ი ვერ გაიქცა დიდი ალბათობით. თუ კარგია თუ ეს ცუდი თქვენ დააფიქსირეთ კომენტარებში, მაინტერესებს თქვენი აზრი, რა თქმა უნდა. და ბუნებრივია ასევე დრო აჩვენებს იმას, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა თუ არა და მიბაძავენ თუ არა ამ სხვა სტრიმინგ პლატფორმები, რომლებიც საკუთარ კონტენტს ქმნიან, ამას რა თქმა უნდა დრო გვიჩვენებს. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის, რომ გისმენთ, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.